მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. ეხლა ძალიან მაგარ მაღაზიაში უნდა შევიდე, ეს არის სათევზაო მოწყობილობის ძალიან ხარისხიანი, ძალიან კარგი. აი ასეთი კარპოლოგი შოპ. ანუ სიტყვა თვითონ გვეუბნება, რომ კარპის და დიდი თევზის სათევზაო მოწყობილობების ძალიან ხარისხიანი მაღაზია. შევაღოთ კარები, შევიდეთ, მოგესალმებით. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა. მოგესალმებით, ჩემო ბატონო, ბედნიერ დღეს გისურვებთ თქვენ მაღაზიაში, კეთილი ფეხით შემომედგას. ეხლა მე მინდა დავიწყო აი ამ კუთხიდან, ზოგადად და რატო ვიწყებ ნემსკავებიდან. ხარისხიანი ნემსკავის საწინდარი არის თევზის დაჭერის, ასეა ჩემო ბატონო. კი ბატონო, პირველ რიგში. ანუ ნემსკავიდან იწყება თევზაობა და მთავრდება სათევზაო ჯოხით. რა თქმა უნდა, აქ ხარისხი ფასეც და ყველაფერზე მაღალია, იმიტომ რომ აქ იმყოფება დაივას, ფოქსის, შექსპირის და შიმანოს მოწყობილობები და დეტალურად გადავივლი ყველაფერს და განახებთ. ეს იქნება ძალიან მაგარი მოწყობილობების, სათევზაო აღჭურვილობების ვიდეო. დავიწყოთ. ხედავ გამაკაცოს ნემსკავებს, ანუ აქ არის საყლაპავი, ლოქოსი, კარპის და ყველანაირი თევზის დასაჭერი ნემსკავები, რა სიტყვით. კი, თითქმის ყველა სტილის თევზაობისთვის მაქვს ნემსკავები. ნემსკავების შერჩევა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზომას, თევზის მიხედვით, რა ზომა უნდა შევარჩიოთ და მეტალის სისქეს. რა პერიოდში თუ აქტიურია სქელი ნემსკავის შესაძლებელია, მაგრამ თუ პასიურია, ამ დროს მეტალის სისქეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პასიურ თევზს არ მოსწონს მძიმე ნემსკავი, სატყუარასაც ამძიმებს, რაც შეიძლება უნდა შევათხელოთ ნემსკავის ზომა. ძალიან საინტერესო ინფორმაცია მინდა გითხრათ, რომ ბევრი მეთევზესთვის იქნება ეს ვიდეო ძალიან საინტერესო. ასევე მაქვს უეკლო ნემსკავებიც, ვინც სპორტულად თევზაობს. ნემსკის თევზე დაიჭირე გაუშვით. ლაყუჩი რო არ დაუზიანოს თევზს. რო არ დაუზიანოთ თევზს პირი. ესეთი სპორტული ნემსკავები მაქვს. გამაკაცო და მატრიქსი. ვინც არის იცით, ჩემო მაყურებლებო, ეკალი არის გვერდზე გამოწერილი, აი ჭიაღელას რო აგებცეთ და რო ჩერდება. ვინც საერთაშორისო ტურნირებში იღებს მონაწილეობას, ესეთი ორგანიზაცია FIPS-ი. იქ ეკლიანი ნემსკავი თევზაობა აკრძალულია ზოგიერთ სტილში. ასევე ჩვენთანაც ნაკადულის კალმახზე დაშვებულია დაიჭირე გაუშვი და ისიც უეკლო ნემსკავით უნდა ითევზაო. კი ბატონო, აი ნემსკავებს ჩამოვყვები. და კიდევ ერთი რო ამოწმებენ ხოლმე ჩხილზე. ეგ რამდენად დასაშვებია. კი, არის ნემსკავები, რომელსაც ძალიან მაგარი მოდება აქვს, მაგრამ ამავდროულად შეიძლება წვერი გაუფუჭდეს. აი ადებენ ხოლმე, ამ დროს სალესიც არის. სპეციალურად გალესავენ ხოლმე ნემსკავებს. კი ბატონო, ფოლადი უნდა იყოს ხარისხიანი, რომ ნემსკავს წვერი უარგოდეს და მალე არ დაგებლაგოთ, თორემ საერთოდ ფოლადის მე ფოლადე ვარ ძველი და ფოლადს ყველაზე მაგრად აჯენს ცხიმი და ხორცი. სპეციალური მასალითაც იფარება, შემდეგ ეს ნემსკავები ტეფლონი ქვია, რაც უფრო ზრდის გამძლეობას. ხო, აი თუ დაგეჟანგათ ნემსკავი, ის ნემსკავი აუცილებლად უნდა შეცვალოთ, თორე თევზი გასინჯავს და აღარ მიეკარება, ჩემი აზრი ესეთია და თქვენ რა სიტყვით აი ამასთან დაკავშირებით. არის ხალხი, რომელიც ერთ თევზს რო დაიჭერს, ეგრევე ცვლის ნემსკავს. რომ შემდეგ თევზზე უკვე აღარ ენდობა იმ ნემსკავს და თავს იზღვევს. კი ბატონო, ანუ დიდ თევზზე აქვს საუბარი და არა რაღაც. ძირითადად ეს კობრზეა. მაგრამ აი გამაკაცოს ნემსკავებს ეს არ ჭირდება. შეიძლება ერთი ნემსკავით რამოდენიმე თევზიც დაიჭირო. ასევე აქეთ მაქვს ფოქსის საკარპე ნემსკავები. გადმოვინაცვლოთ. ამათზეც ანალოგიურს ვიტყვი. ეს არის კობრის ფასიც ხო არ ვთქვათ. 15 ლარიღის ეს ნემსკავები 10 ცალი დევს შიგნით. მშვენიერი ფასი აქვს და ხარისხზე აღარ ვლაპარაკობ. და იქეთ ალბათ სხვადასხვა ფასიანები. იქით სხვადასხვა სტილით არის. ფიდერია, ტივტივა, სპინინგია. და ფასებიც შესაბამისად. კი, ფასებიც 10 ლარიდან 15 ლარამდე მერყეობს ფასები. ძალიან კარგი.
რა ვთქვათ, ორი სიტყვა აი ამ წნულებზე ბარემ. ეს დაივას წნულებია და დაივას ფლუროებია. აქ არის სასპინინგე წნულები, არის როგორც კარგი წნული, ასევე საუკეთესო ხარისხის. არის ფიდერის წნულები, ასევე შოკლიდერები, ანუ ძუაზე აბავენ შოკლიდერი არის. მძიმე ტვირთს როცა ისვრიან წონას, ძუა რო არ გაწყდეს, წინ აყენებენ ამ წნულს. ესენია შოკლიდერებად ხმარობთ ამას. ესენი უკვე ფლუროკარბონებია. საუკეთესოთა შორის საუკეთესო. და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან მაგარ ფასად მაქვს. დაივას ფლუროკარბონები. დიახ. რომელსაც იყენებენ როგორც სპინინგზე, ასევე კარბზეც. ფიდერზე ნაკლებად იყენებენ ფლუროებს. ხასები რა აქვს, ბარემ ვთქვათ. 12 ლარიდან ადის ზოგადად флуროები 50 ლარამდე. იმიტომ რომ აქეთ ფოქსის წნულის ფლუროკარბონებიც მაქვს. ფოქსის ფლუროკარბონები შედარებით ძვირი ღირს. ფოქსები ძვირი ღირს. ეს კარპის ხაზია. საკარპე ხაზია. კი, კარპის ხაზია და სპეციალური შეფერილობა. ესენი რა ფასიანებია? 35 ლარიდან 50 ლარამდე. კი ბატონო, გასაგებია. ბარემ წნულების ქვემოთ წნულების ფასები არ გვითხრია, თუმცა აქ 135 25 ლარიდან იწყება წნულების ფასი და ადის 120 ლარამდე. აქ ზომები გაქვს სხვადასხვა, ხო? სხვადასხვა ზომები მაქვს კი. და სხვადასხვა მეტრაჟობა. ძალიან კარგი. ეს 8X 8 წვერიანი. 8 წვერიანია კი. 8 წვერიანი შედარებით რბილია და მრგვალი და შედარებით უხმაურო. 4 წვერიანი უფრო ხისტია და ხმაურიანი. კი ბატონო. ამბობენ რომ წყვეტით 4 წვერიანი უფრო გამძლეა. აჰა. მიუხედავად იმისა რომ 4 წვერიანია და არა 8. კი ბატონო. ანუ აქ დამუშავების პრინციპია უკვე. თუმცა საინტერესო არის სპინინგისტებისთვისაც ეს კუთხე. აქ ხედავ ვობლერებს და ეგრეთ წოდებულ ყანყალებს. კი, ეს ყველა არის დაივას პროდუქცია. ვაუ, რა кайფ. და ფასები რა აქვს? ფასები, ყანყალების ფასები იწყება 12 ლარიდან და ვობლერების ფასი ადის 40 ლარამდე. ნუ, გასაგებია, ხა ვობლერი ცოტა ხარისხი დასაჭერია და ცოტა მძიმე სამუშაოა შედარებით. მაგრამ ყანყალები არის ძალიან კარგი, ვისაც გნებავთ შამაიაზე და კალმახზე, ქაშაყზე. მუშაობს ეს ყანყალები. ძირითადად ეს არის საკალმახე ყანყალები, მაგრამ მუშაობს როგორც კალმახზე, ასევე ქაშაპზე, შამაიაზე, ქორჭილაზეც და შეუძლია წერიც მოატყუოს. შვენივრად მუშაობს, მინდა გითხრათ. პირადად მე ვიყენებ ამ ყანყალებს, ამის გარდა სხვა ყანყალებს არც ვიყენებ. და ძალიან კმაყოფილია. მობრძანდით, ჩემო ბატონებო. ისიამოვნებთ ხარისხით. კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ ფასი ხარისხზე დაბალია ბევრად. ნამდვილად ეგრეა. აქ 12 ლარია ეს ყანყალა. წარმოიდგინეთ, სამი სხვადასხვა ფერის ყანყალა რო იყიდოთ, თქვენ ისიამოვნებთ შამაის და ქაშაპის ჭერით. აი მაგალითად, აი ეს სამი ფერი. სადაც თევზი არის იმ წყალში არ დატოვებს ის თევზს. კი. აღარ საუბრობ ვობლერებზე. ნუ, კარგი ძვირიანია, მაგრამ კარგი ზოგადად ძვირიანია და ასეა. ვერაფერს ვერ ვისალთ. გადმოვინაცვლოთ ამ კუთხეში. სადაც ტრიალების აირსახეობას ხედავ ARS-ი. სმიტი არის ესეთი ბრენდი, ესეც საკალმახე ხაზია, გათვლილია კალმახზე, თუმცა არანაირი მტაცებელი არ ამბობს უარს, ყველაფერზე მუშაობს. ნუ სწორი გრამაჟი უნდა შეურჩიო. ხედავ ურეს. ეს მაგალითად ქაშაპს მოწონს ძალიან. ეს კამიონი. აუ, კამიონი მაგარი. ეს საკალმახე მოდელია, დინებასაც უძლებს, დინებაში დგას კარგად. ესეც ყანყალებია. ესეც ყანყალებია. ესეც ტრიალები. ტრიალები. და მუშაობს იდეალურად. კი. ვისაც დაგაინტერესებთ, მისამართს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის საბურთალო, გაგარინის მოედანი, ეგრეთ ყოფილი ახლანდელი ჟვანიას მოედანი. 4-ია, ხო? კი, იური გაგარინის 4 ნომერი. იური გაგარინის 4 ნომერი. მაგრამ თვითონ მოედანს ახლა ქვია ჟვანიას მოედანი. ადრე რო ერქვა გაგარინის მოედანი.
ავიდეთ ეგრეთ წოდებულ ფიდერებზე. ეს არის ბრიტანული კომპანია, საკვებურებს. Preston Innovations არის ესეთი ძალიან მაგარი კომპანია და ეს არის მისი წარმოებული, ეს არის სპეციალურად დინარის საკვებურა. აი ეს რატომ აქვს? რომ დინებამ არ გაასრიალოს ჩვენი საკვებურები. ეს კონკრეტული საკვებურა ეხა ღირს 10 ლარი. თამამად რეკომენდაციას უწევ, ვინც ალაზანზე, ვინც დინარეზე თევზაობს ზოგადად. არაგვი, ალაზანი იქნება თუ მტკვარი. ეს არის სპეციალურად აქ ისენი რა, ზაუსენცებს რო ეძახიან. მოჭიდების. ამას ეძახიან ტარაკანას, ამ საკვებს. ნუ არ გააჩოჩოს ესე დინებამ. გასაგებია. მოფიქრება. კი. ეხლა გადმოვინაცვლოთ სხვა ფიდერის საკვებურებზე, ესენი როგორც ხედავ, იკეტება. ესენიც ასევე სოფლიოში და ზოგადად ევროპაში ძალიან ცნობილი ბრენდების საკვებურებია. პრესტონები და მატრიქსი. ძალიან მაგარი საკვებური. ღირს 8 ლარიდან 10 ლარამდე. ეხა შეიძლება 8 ლარად და 10 ლარად იყიდო 3 და 4 საკვებურა. მაგრამ მიფრინავს ძალიან კარგად ჰაერს ჭრის, წყალშიც ფსკერზე კარგ პრეზენტაციას აკეთებს და ზოგადად საკვებული რითი ფასდება. როცა ამოვახვევთ, უხარისხო საკვებურები წინააღმდეგობას გვიწევს, გვიძალიანდება და არაკომფორტულია. და აგრეთვე თუ ბალახია ან რამე ეგრეთ წოდებული ჟარგონს უწევს ზაცეპია, ჩაბმა, ეგრე ვერ ამოდის ზემოთ და ეგრევე ებმება და კარგავთ იმ საკვებურას. და ამათ ამ ბრენდებს ამ შედარებით ზვირიან პროდუქციას ეს თვისება აქვს და ეს სპეციალურად ჩადებულია ამაში, რომ ზემოთ ამოვიდეს ეგრევე და წინააღმდეგობა არ გაგვიწიოს. შვენიერი ინფორმაციაა ჩემო კარგო. აი ეს კონკრეტულად ძალიან კარგი იქნება შამაიაზე, ვარდნაზე. შვენიერი და ერთ რაღაცას დავამატებ. ისე თქვენ რომ ბძანებთ რომ 8 ლარად 23 შეიძლება თუ ვეღარ შეიძლება. ჩინურები 4.5 5-ები. კი ბატონო. მე პირადად რა მირჩევნია 2 ცალი და 3 ცალი მქონდეს კარგი და ვინდობოდე, ვიდრე 10 მქონდეს უხარისხო და საქმეში არ ვარგოდეს. კი ბატონო. აი ახლა ჩავყვები და ჩემო მაყურებლებო თქვენ თვითონ ნახეთ რა მაღალი ხარ. აი ეს დისტანციისთვის სპეციალური ფორმა აქვს. ხო, გაფრენის საშუალება. ანუ შორს გადასაგებია. კი, ზოგს აი მაგალითად ამას ღია აქვს რომ მალე დაიცალოს საკვები. ეს დახურულია. ერთი ინფორმაცია მივცეთ კიდე ჩვენ დამწყებთო აწიყოფილ მეთევზეებს. თევზაობის დროს მაგალითად დინარეში საკვებურა ღია ჯობია თუ დახურული? თუ დინება არის ცოტა ძლიერი, ჯობია ცოტა დახურული იყოს, რომ ნელ-ნელა ჩაარეცხოს დინებამ ეს საკვები. გასაგები. ესეთი გააქვთ რომ იხურება და იღება ეგეთი საკვებურა? არა, ამ ეტაპზე არ მაქვს. არა. აი ამას საკვებურებზე გადმოვინაცვლოთ ეგრეთ წოდებულ ეს უკვე flat feeder-ია. flat feeder-ის. სპეციალური საპრესებია, mold-ი ქვია ამას. ყველა მოდელს თავის ზომა აქვს, შესაბამისად და mold-იც იგივე ზომა უნდა იყოს. ეს კონკრეტული არის ეს არის ამის საპრესი. საკვებს პრესავთ, სპეციალური საკვები უნდა, რომ წებოვნება კონდეს, ჩაიპრესება. მოკლე სადავე გვაქვს, შეგვიძლია ძუა გამოვიყენოთ ან წნული, შეიძლება ფლუროკარბონიც. აქ სპეციალური პატარა ნემსკავი და სატყუარა. სატყუარა შეიძლება ჭიაც გამოვიყენოთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ სიმინდიც გამოვიყენოთ და პოპაპი, ბოილი, ვაფტერსი. ანუ ეს flat საკვებურები თავისი იმებით ანუ საპრესი მე რაც მაქვს კონკრეტულად ესენიც გამოირჩევა დისტანციაზე გასაფრენად, ანუ შორს გასასროლად და ყველას თავისი ზომის mold-ი უნდა. აი ხედავთ ხო, სხვადასხვა ფორმები მაქვს. ფასები რა აქვს ამ? ფასები არის 10 ლარიდან დაახლოებით 12 ლარამდე. mold-ები არ მოყვება, mold-ი ცალკე უნდა შევიძინოთ 15 ლარების. გასაგები. ანუ ცალკე ამისთვის აქ მაქვს ცალკე თავისი სადავე წნულები, ზუები, აქსესუარები, ეს ღერო აქ შედის. და დისტანციაზე უმატებს. თუ მარტო ამით გავისვრით მაგალითად 60 მეტრზე, ამას თუ დაუმატებთ, ეს აეროდინამიკას აუმჯობესებს და 5 მეტრს მოგვიმატებს. გასაგები.
ანუ ეს ყველა აქსესუარი არის flat feeder-ის სათევზო. აი ფორმებსაც ნახეთ. ფორმებში როგორი სხვაობაა და ზომებში. შვენიერი. უნდა შევარჩიოთ ჩვენი აი როგორც დავიგეგმებით, თუ შორს გვინდა სროლა, ზომას ვზდით და მასას ვზდით. კი ბატონო, და თუ აქტიურია, მეტ საკვებს ვაწოდებთ, თუ პასიურია, რაც შეიძლება პატარა საკვები უნდა მიაწოდოთ. ესე იგი, არ აქვს ზედა ალაზანზე, მაინდა-მაინც არ არის ეს ფლეტის. არის. ეს თევზაობენ შესასრულად. თევზაობენ მდინარეზეც ფლეტით, მაგრამ უფრო ტბების არის. კი ბატონო. ძალიან ახლოს არის. ზუებზეც ვთქვათ 2-3 სიტყვა აგერ ბარემ არის. წნულებია თუ ჩვეულებრივი ზუებია? ფლეტზე თითქმის ყველას ვურჩევ მე ზუის გამოყენებას. ფლეტი ასოცირდება მაინც შედარებით ოდნავ მოზრდილ თევზთან, უფრო კობრისებრთა ჯიშებზე და ზუა რაღაც შეცდომებს ვპატიობს თავის წელვადობით. გასაგებია. რადგან იწელება ზუა რაღაც ჩარტყმებს გვაპატიებს, ვიდრე წნული. წნულის დროს შეიძლება გაგვიწყვიტოს. გასაგებია. გაითვალისწინეთ ჩემო მაყურებლებო ეს რჩევები, იმიტომ რომ ეს ჩათვალეთ რომ პროფესიონალის რჩევებია ამ წუთში ჩემ ვიდეოში, ჩემთვისაც ძალიან ბევრი. ეხლა სპეციალურ საკვებურებს გაჩვენებთ. ესენი არის სპეციალური დასაკვები საკვებურები. თქვენ რო თქვით იმ ზუით რო ისვრით სპეციალურად. ამაში საჭმელს ვდებთ, ამით კვებავთ, ამას ღერო გამოდის მე. წინასწარ რო შეგაქვს საკვები, ხო? კი. და ამას უერთდება მერე, ამარტივებს თევზაობას. ან შეიძლება გამოვიყენოთ ესეთი დასაკვები საკვებურები. ეს უკვე სეტკა არის, ხო? კი. ამაში ჩავტენით და როცა ვისვრით კონკრეტულ წერტილს მე პატარა წამორტყმებს ვუკეთებ, რომ გაიცალოს საკვები და წერტილი აი, რო გადავალთ კოჭებზე, ზუსტად მან თქვათ, მე როგორ ვამაგრებთ იმ ზუას და ვინარჩუნებთ სიგრძეს, ეგრეთ წოდებული. აქეთ უკვე კარპის სეგმენტია, კარპის წვრილმანები. დავიწყოთ. კარაბინები. ეხლა ყველას ახსნა, იმდენი მონტაჟი არის კარპში. რაღაც ერთი მაინც ახსნათ. სადავე. ძალიან გამიჭირდება. ერთი მონტაჟი მაინც ახსნათ ისე საჩვენებელი. აი ეს არის გამზადებული მონტაჟი. აჰა. და ეხლა მე შევეცდები გავხსნა ეს და ყველა ვინც კობრზე თევზაობს ვურჩიო ეს. ეს არის ლიტკორი. ეს არის სპეციალური ლიტკორი, რომელიც მოდის თავარი ზუის შემდეგ. ამაში გადის შიგნით მავთული, რომელიც ჩვენს მონტაჟს, ეს არის მონტაჟი, ამძიმებს და რო ჩავარდება ფსკერზე, ესეთ რაღაცას არ აკეთებს. არის ესე დევს. სიმძიმის გამო. კი, ამაში შიგნით სიმძიმეა. აქ უკვე აი ავიღებთ სიმძიმეს. აქ ჩამოვკიდებთ. და მერე მოდის აქედან სადავე. გასაგებია. სადავესაც გაჩვენებთ შემდეგ. გასაგებია. ეს თევზის უსაფრთხოებისთვის კარგია, ფარფლით ვერ გადაჭრის ამას და გაქცევაც არ გვექნება და სწორი პრეზენტაცია გვექნება. ანუ თევზსაც არ დაგვიფრთხებს. კი ბატონო. აი, ამის შემდეგ მოდის უკვე სადავე. გასაგებია. სადავესაც გაჩვენებთ ცოტა მოგვიანებით. გასაგებია, საინტერესო იყო. აქეთ არის ნემსკავები, წვრილმანები. აი ეს თავები, რომ იცოდეთ, ჯოხის დასადები თავები. ეს როტყოზე უკანო ჯოხი დაამაგრო, გაიჭედოს. კი ბატონო. თავარი არის ძუა. თავარი არის ძუა. კარპზე თევზაობაში არის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძუას. თუ ნაპირიდან თევზაობთ და შორს გვინდა გასროლა, ძუას ვათხელებთ და შოკლიდერს ვაყენებთ. თუ ნავით შეგვაქვს, ან დასაკვები ნავი ყავს, ზომას ზრდით. რამდენ მეტრიანებია ეს დიდი ძუები და ფასი? 1000 მეტრიანი ძუებია, ძალიან პოპულარული ძუებია ესენი. ვინც ძირითადად ნავით შეაქვთ ან დასაკვები ნავები ყავთ, იყენებენ ესეთ ფერს. ყველა 250 მეტრზე ამას აქვს ეგრეთ წოდებული მეტკა. ანუ რო ჩავახვევთ, პატარა ცელოფანივით სტიკერი აქვს და გვატყობინებს, რომ უკვე 250 მეტრი ჩახვეული გვაქვს. ზოგს მიაქეს 4-ხად ყოფენ, ინაწილებენ. ძალიან პოპულარული ძუებია ესენი. ეს კონკრეტული ღირს 70 ლარი და
ვეტყვი მაყურებელს, რომ გვაქვს 0.33, 35, 37, 0.40 ზომები. 1000 მეტრიანი ძუები. 1000 მეტრი 70 ლარი. ძალიან კარგი ფასი. ხარისხია, საუბარი არა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ხარისხზე აღარ არის საუბარი, ყველაფერი არის ძალიან. ასევე არის Fox-ის აი ესეთი ფერი, სტაფილოსფერი ფერი, რომელიც ღამეც კარგად ჩანს. ჩვენევრად. ღამის თევზის თუ დაგვიჯდება, მიმართულებასაც ხედავთ, რომ არ აგვებურდოს, ეგეც 1000 მეტრიანია. ესეც 1000 მეტრიანია. 250-ზე ნიშნული აქვს ამასაც, ეს კონკრეტული ღირს 60 ლარი. ეს მაქვს 0.28, 30 და 35, 0.35 ზომები. ჩვენი 60 ლარი ღირს ესენი. ჩვენი. გავაგზავნოთ. გადავიდეთ შემდეგ სტენდზე. და შემდეგ სტენდი გვეუბნება ხელოვნური სიმინდები. Takel Enterprise ესეთი ბრიტანული ბრენდია. ეგრეთ წოდებული სატყუარები. ესეთი ხელოვნური სატყუარების იმიტაციებს აკეთებს ეს კომპანია და ძალიან ცნობილია. ეს სილიკონები სილიკონის სიმინდებია, მცურავი, პოპ-აპებია. სხვადასხვა ფერებში და ზომებში. ძალიან მაგარი ხარისხია, მრავალჯერადია და ძალიან კარგად წევს ნემსკავს აი ეს სიმინდები. მაქვს სხვადასხვა ფერში. შვენიერი ფასიც ვთქვათ 12-13 ლარი ღირს ეს ნემსკავები. ისა სიმინდები. ძალიან კარგი. ესენიც ის არის. დიდი თევზის მონტაჟის სადავის ასაწყობი წვრილმანებია. აი ეს არის ესენი უკვე არის ბობინები. ბობინები. სიგნალიზატორთან მაგდება, ძუაზე მაგდება ეს თავი, რომ დაგვიჭიმოს. ძუას ჭიმავს, კი ბატონო. ძუას ჭიმავს, რომ ქარის დროს ან ნიავის დროს უთხურად რო ვთქვა ძუის დამჭირია. კი, ფუჭი ჩარტყმა რომ არ მოგწეს სიგნალიზატორზე. ქარში რამდენად მუშაობს ეს? მუშაობს, საუკეთესოებია ესენი. არის ესეთი სტილი, ეს არის ბობინი და არის სვინგერი. აჰა. ეს სიგნალიზატორშიც ერთვება. სვინგერები რა ღირს? იწყება 40 ლარიდან და ადის 165 ლარამდე. ეს კონკრეტული ღირს 165 ლარი და არის დედამიწის ზურგზე საუკეთესო სვინგერი. Fox სვინგერი. ანათებს ერთდება სიგნალიზატორში, კი. შვენიერი. მაქვს სხვადასხვა ფერში. იასამნის ფერი, ყვითელი, მწვანე და წითელი უნდა იყოს უკან. კი ბატონო, კი ბატონო. ეს უკვე 4 სეტია. ეს 4 სეტია გამზადებული. ამის ფასი რა? 650 ლარი. აჰა. აქ კიდევ არის ჯოხების დასადები, ვინც ფიდერით თევზაობთ და კარპის მონტაჟით აი კარპის ბუზბარებია ეგენი. სამი ჯოხი, ორი ჯოხი შეგვიძლია დავაწყოთ. ეს მე მგონი პევია. პევია ბადეები და პევია პარკებია ეს რომელიც ვინც ძლიერ თევზებს არის ეგ პევიაშიც არის სხვაობა, არის ცივი წყლის, არის თბილი წყლის. ჩვენთან ზამთარში კარპზე ნაკლებად თევზაობენ, არ არის პოპულარული. ამიტომ უფრო უმეტესობა მაქვს თბილი წყლის. ანუ ეს არის slow melt, გვიანდნება შედარებით. გასაგებია. ეხა კიდე ავხსნი ეს კონკრეტული ღირს 7 მეტრი ბადე 30 ლარი თავის სატენის სისტემით არის. ხო. არის უფრო იაფიანებით ჩამოდის ჩინეთიდან, ის საერთოდ არ იხსნება წყალში. ასე რომ ენდეთ ხარისხს. კი რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხარისხი. ეს უკვე ცივი წყლის არის. ეს პარკები არის, ეს პარკებია, ხო. კიდევ ერთხელ გადავყვეთ, აქ ეს არის დასაკვები ისევე. დასაკვები რაკეტებია, ეგენი სპომბები ქვია. ორიგინალი სპომბებია. ორიგინალები. ეხა ახსნი ამასაც. ამას სპეციალური თავისი კოჭა ჭირდება, თავისი ჯოხი ჭირდება. წყალში როგორც კი ჩავარდება, იხსნება ეს და იმ ადგილს კვებავს, ასევე გამოყრები უნდა და ჩაიცლება. ამის უპირატესობაც ის არის, რომ შორს უნდა გაფრინდეს, ესეთი რაღაც არ უნდა გააკეთოს, დისტანციაზე უნდა გავიდეს და გამოსვლისას, ამოხვევისას წინააღმდეგობა არ გაგვიწიოს. არის მრავალჯერადი და ჩინურებთან შედარებით ერთგადაგდებაში არ წყდება. გასაგებია. ფასები არის ზომების მიხედვით 40 ლარიდან 50 ლარამდე. 40, 45, 50 ლარი. კი ბატონო. აქეთ წეგან როგორც თქვით, გამზადებული სადავეებია, აი ამ ეს თავზე რომ უნდა გაგეკეთებიათ.
აი ეგ მონტაჟია ზუსტად. აი ეს რა ფასიანია? აი ეს. ეს ბობინი არის 3 ცალი ღირს 70 ლარი. 3 ცალი 70 ლარი. და კარგი დამჭიმია ესე. კი. ეს არის ახალი პროდუქტი. ეხლა ხანს გამოუშვეს ბრიტანეთში, ჩვენ ჩამოვიტანეთ. ესეც ამის შესაბამისად სიგნალიზატორში ერთვება და ესეც ანათებს. ეს არის მაგალითად სტაფილოსფერის სტაფილოსფრად გაანათებს. ხო და დაინახავ რომელ ჯოხზე გიყავს თემს. წითლად გაანათებს. ფასები რა? სამისფრად. ეს კონკრეტულები 120 ლარები არის. შვენიერი. აი ეს განათებები რამის მოთევზისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. აი როგორც გითხარით, ესენი არის ის სადავეები, უკვე გამზადებული. კი, გამზადებული სადავეებია იგი. 3 ცალია. აი, აქ ხომა დაუბრუნდები თქოს. აი ჩვენი გამზადებული მონტაჟია ეს. აქ თავარი ძუა და შემდეგ უკვე არის ჩვენი მონტაჟი. ხო, ერთი ამოიღება და ის ორი გექნებათ თადარიგში, ეგრეთ წოდება. ეს არის დერიგი, ესეთი მონტაჟი ქვია დერიგს. გამზადებული. ფლუოროკარბონზე აწყობილი. აქ უკვე პოპ-აპი მიდის. აქ. და ესეთი მზადაა ჩვენი მონტაჟი. კი ბატონო. შეიძლება ეს მე სურვილის მიხედვით დამოკლდეს. დიდი თევზი, კარპი, საზანი. დიდი თევზის მონტაჟი. შეიძლება ლოკოც კი დაждდეს, რა იცი. შესაძლებელია, კი. იმიტომ რომ მე ერთხელ სიმინძე თევზაუდი და ლოკო დაждდა. ალბათ შეიძლება პატარა თევზი დაждდა იმ სიმინძე და გამოეკიდა და შეჯამა სიმინდიან თევზი. მეორე თავარ მნიშვნელოვან ფაქტორს მინდა შევეხო, აი როგორც წეგან ნემსკავებზე ვისაუბრეთ, ხო დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი ნემსკავის შერჩევა სწორ პერიოდში. კი ბატონო. ასევე ვინც ტივტივით ამ ფიდერით თევზაობს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ სადავის შერჩევას. ესეც ბრიტანული კომპანია Matrix-ის სადავეებია. 0-დან თითქმის 0.23-მდე მაქვს ზომები. 100 მეტრიანებია და ღირს 20 ლარი. არის მომენტი, აი მაგალითად თბილისის ზღვაზე ვთევზაობთ და გვიყენია 0.12 ზომის სადავე. თევზი არ მოდის. შევცვლით, დავაწვრილებთ, გადავალთ 0-იანზე ან 0.11-იანზე და ეგრევე დაიწყებს თევზი აქტიურობას. ეს არ პროჟინდება, არ იწელება, არ იძენძება, საუკეთესო ხარისხის სადავე ძუები არის. 20 ლარის 100 მეტრიანები. გასაგები. ერთი შეკითხვა მაქვს. 100 მეტრიანი პირდაპირ ტივტივაზე ვიხმარო. ეგეც შესაძლებელია, კი. მიაქვთ, ვინც ხავზე თევზაობს, 0.18, 0.16 მიაქვთ ხოლმე და ძირითადად აყენებენ. აი 0.16-ზე გიждდები ისე მომწონს და სადავედ 0.14 ან 0.16 აყენებენ. შვენიერი, კარგი ინფორმაციაა. ვინც გაითვალისწინებთ და გიყვართ აი ესეთი ხარისხიანი ძუები მოვზანდით. ესეც ფიდერის აქსესუარები არის, წვრილმანები. საუკეთესო ხარისხია მაგალითად თელს ქალაქში და თელს თბილისში მოთხოვნადი პროდუქტია. ეს შეგვიძლია ძალიან ბევრი მომწოდებლის ჩამოვიტანოთ ცადოთ, მაგრამ აი ეს პლასმასები ბევრს უფუჭდება და ძუასაც აფუჭებს. წნული ჭრის და ფუჭდება. ეს კონკრეტული კარგად მუშაობს. გასაგები. არ ფუჭდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ხარისხი ფასზე მაღალია ხშირ შემთხვევაში. მოკლედ ესეც როგორც მივხვდი ფიდერის კი, ფიდერის აქსესუარები. აი ბატონო, ისევ ფლეტი. გამზადებული სადავეები, სადავეების შესანახი ყუთები მაქვს. ხო, ამ სადავეებს სხვადასხვა ზომის ნემსკავები უყენია როგორც ხედავ. აი. წინასწარ ვამზადებთ ჩვენს მონტაჟებს, კი არა და სადავეებს. კი ბატონო. და აქ ვაფიქსირებთ. კი ბატონო. აი ესეთი პატარა ჭიკარტებით. უკვე თევზის აქტიურობიდან და კონკრეტულად ლოკაციიდან გამომდინარე, უკვე ვიცით რა ზომის ნემსკავი უნდა გამოვიყენოთ. ასევე შეგვიძლია აქ ნემსკავების ბრენდის ცელოფანიან სტიკერი ამოვდოთ და გვეცოდინება, რომ აქ მაგალითად მიდევს გამაკაცოს ნემსკავები ან ფოქსის ნემსკავები. გასაგებია. წინასწარ ადგილზე წვალებას და აწყობას საკმაოდ დიდი დრო მიაქვს ხარისხიანად სადავის აწყობას. წინასწარ იმზადებენ კარფიშერების სადავეებს და ამას ეს იქით მიდევს კიდე რამოდენიმე ზომა მაქვს.
ეს განკუთვნილი არის მოკლე სადავეებისთვის, არის გრძელი სადავეებისთვის. კი ბატონო. და სანტიმეტრი აქვს, რომ სანტიმეტრს და ზოგადად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სადავის აწყობისას. ზოგადად კობრის მონტაჟს 10-15-დან 25 სანტიმეტრამდე იყენებენ კარფიშერები. კი ბატონო. კარგი ინფორმაცია. ფსკერის დიდი მნიშვნელობა აქვს იმის მიხედვით თუ როგორი ფსკერია, ხვევით. კი ბატონო. აი ეს კიდევ არის საკვების გადასაყრელი. ეს შეგვიძლია გადასაყრელათაც გამოვიყენოთ, მაგრამ კონკრეტულად ეს გათვლილი არის აი მაშინ საჭმელის ჩასადებად. პირდაპირ ზომა აჯდება. და წეგან ფსკერს რო შევეხე, ზოგადად თევზაობაში პირველი ყველაზე მთავარი არის ფსკერის ნახვა და სიღრმის გაზომვა. ფსკერის შესწავლა, ანუ დამარკერება. აი ეს არის მარკერის ტივტივა, ამით ეს ახლა მთლიანად მარკერის სისტემა რო ახსნა, ერთი დღე არ მეყოფა, ცალკე თევზაობის სწავლა და არის ესე სპეციალური სიმძიმეები, რომელიც გამოხოხებით, გამოჩოჩებით შევიგრძნობთ ჯოხზე, როგორი ფსკერია, ბალახიანია, ქვიანია, იამებია, იმას ვიგებთ ამით. ვაუ, კარგია. და შეიძლება 40 იპოვოს სადაც თევზი ზის. კი. ეგ არის სწორი დამარკერება. ეგ არის. წყვილი ღირს 20 ლარი. ეს სპეციალური ავიდის სამარკერე სიმძიმეები. შვენიერი, ვისაც გიყვართ ტბაზე და ფსკერის შემოწმება და ასე შემდეგ. აუცილებლად ყველა მეთევზე გაითვალისწინოს, რომ სადაც თევზაობს, ის ფსკერი უნდა ინახოს. ანუ უნდა დამარკერდეს ადგილი. შეიძლება ჩავაგდეთ ჩვენ სატყუარა, მაგრამ სად ჩავარდა, რა ვიცით. შეიძლება სულ ბალახებშია, ან ისეთ ადგილას არის, რომ საერთოდ არ არის, არა. ხო, თევზი. მე რა იქ კოჭაზე, სადაც პირველ გასვლა შევისწავლით ადგილს და მოგვეწონება ის ადგილი. ამ კოჭებს ხო კლიპსა. კლიპსავთ, ძუვით. ყველა კოჭას აქვს აბსოლუტურად. კი, კლიპსავთ, იმ ადგილას ვისვრით, ყვებავთ და ვაგზელებთ თევზაობას. აი ეს ტყილა არ აქვს. აი აქ ძუვა უნდა ეგრეთ წოდებული ჩაარჭოთ შიგნით. ამოვატარებ ძუვას და რო გავისვრით, აღარ გავუშვებს იმაზე მეს და იმის იქით აღარ წავა. და გეცოდინებათ ჩაგდების წერტილი ერთი და იგივე იქნება თქვენთვის. დავუშვათ 20 მეტრი ან 30, ხო? აი 20-30 მეტროზე გაისვრით ყველა გასვლას. გადმოვინაცვლოთ შემდეგ სტენს. ფსკერი და საკვებული. ერთ-ერთი ყველაზე ძალიან ძლიერი ბრენდია ეს სოფლიოში. საუკეთესოა დასაკვებში, სენსასი, ფრანგული ბრენდი. სხვადასხვა არომატებით მაქვს, სხვადასხვა თევზზე, აქ ასევე მაქვს სოფლიოში წამყვანი ბრენდები, რომლებიც არის ორი ბრენდი სოფლიოში, სენსასი და VDE, ვანდერიენდე, ეს ბელგიურია, ეს ფრანგული, ორივე მაქვს აქ. ნებისმიერ თევზზე ლოკოს გარდა, უფრო ეს არის გათვლილი ფიდერი ტივტივისთვის, ნებისმიერ თევზზე გაუწევ კონსულტაციას ნებისმიერ მსურველს. კი ბატონო. ეხლა ამის 16 ლარი კილოგრამია და ძალიან კარგი ფასი მაქვს მაღაზიაში. შეიძლება ბევრს ეძვიროს ეს, მაგრამ როცა თევზი პასიურია, როცა თევზი არ იჭირება, ზუსტად მაშინ გამოავლენს ეს იმას, რატომაც ვიხდით ამ თანხას. გასაგები. საკმაოდ კარგი ფასია და არ არის ძვირი, ხარისხიანი დასაკვებისთვის. ხარისხი ძალიან ბევრს ნიშნავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბატონებო, მართალია რომ უხარისხო მე თვითონ სროლა მიყვარს და ძალიან ბევრი უხარისხო ტყვია მიყიდია. და მე მივხვდი სიაფიანი რატო არ მომეყიდა, რომ ვერ გამოვიყენე. შემდეგი არის ბოილები უკვე. ესენი ამათ იყენებენ კარფიშერები. ეს არის დასაკვები ბოილი. ამით იკვებება და სხვადასხვა არომატით არის. ამას ისვრიან ამით. შეგვიძლია პევეათიც ვისროლოთ. კი ბატონო. შეგვიძლია დასაკვებ ნავს გავატანოთ.
პევია ვინც არის იცით შიგნით კეთდება ჩულქივით და დნება მერე წყალში და ქრება წყალში. აი საკვებური რჩება ფსკერზე და თქვენ თევს იტყვევთ. ბევრნაირი არომატის მაქვს ეს ბანანის, ანანასის, სიმინდის, ცხოველურიც არის ცხარე არომატით, ატამი მანგოსი, მოცხარი მარწყვი. ეს ბოილებია. ყველას თავისი შერჩევა უნდა. ბევრი იძახის ფულის მახეაო, მაგრამ არანაირი ფულის მახე არ არის. ამაში სპეციალურად ისეთი რაღაცაა ჩადებული, რომ თევზი რო შეჭამს ამას იმ ადგილიდან აღარ გადის. მალე შივდება და ისევ უბრუნდება და ჭამს ამას. ეს როგორც დასაკვებად გამოდგება ასევე სატყუარადაცო დავაყენე. ფასები რა აქვს შემოვა? ფასები 25 ლარიდან 35 ლარამდე. გასაგებია. ესეც სითხეებია, დიპები, რომ არომატი გაუძლიეროთ. ო, ეს არომატიზატორს ვეძახ. კი, დიპები, შეგვიძლია სატყუარადაც ჩავდოთ ამაში. არომატს გაუძლიერებს ან არომატს. ეს შეიძლება ჭიაზე და მატლზე ჩავდოთ შეგნი? კი, შეიძლება. ფასები რა აქვს ამ? 25 ლარიდან ადის ზევით. აი თქვენს ნახეთ არომატი. თევზი კი არა, ზოგიერთი კაციც დაждდება ესეთ გემრიელი ზომი. შემდეგი არის უკვე ეს პელეცები. მას გავხსნი. Carp Pro. ეს არის Starbites. Starbites. ეს დასაკვებია. კი, დასაკვებია ესეც. თუმცა წერაში უწერია. EVA-ში და იმაში ჩასაყრელი. ნოქს. იყოს არ გახსნათ, ისე გადავიღოთ ზემოთ. აი. არომატი მინდა რომ იგრძნოთ. აუ. შვენიერი. ეს რა ფასიანია? 65 ლარი ღირს 2 კილოგრამი. აჰა. ვედროც რჩება ეს ამოსაღებით ჩასაყრელი. ძალიან მაგარი. მიქსია აქ 2-დან 8 მმ-მდე არის ეს პელეცის მიქსი. ესეც კარპის თემაა, მე როგორც მივხვდი. შეგვიძლია ფლეტზეც გამოვიყენოთ, აქვს ეგ ფუნქციაც, წებოვნებაც აქვს, რომ ფლეტს მიეწევოს. აჰა. ეს უკვე სატყუარებია. ზომებში, ფორმებში ეს უკვე ბრენდებით. ეს უკვე ნემსკავებთან გასაკეთებელი. კი, თმიან მონტაჟზე. მსოფლიოში საუკეთესო სისიმური ბრიტანული ბრენდი, ერთ-ერთი საუკეთესო pop-up სატყუარებია, ასევე არის waftersები. ანუ არც ზევით ტივტივებს და არც ძირს გდია, ანუ ნეიტრალური ცურვადობაა. ოდნავ ამოდის ზევით და მოწონს თევზს. რა თქმა უნდა, კოჭები. ეს შიმანოს კოჭები. კოჭები, ნახეთ რა კოჭები. შიმანოს კოჭები არის. საკარპე კოჭები მაქვს და ასევე სასპენინგე კოჭები მაქვს შიმანოსი. კი ბატონო. შიმანოს 14000 ზომა, 5500 ზომა ულტეგრა. აქაც შიმანოს სასპენინგე კოჭები, ვანფორდ მაღალი კლასის კოჭები მაქვს, მაქვს ბიუჯეტურებიც. ვანფორდი ფასები ისე რო ვთქვა, საიდან სანამდე 150 ლარიდან 700 ლარამდეა. ხო, გასაგები. ალბათ 700-იანები დიდები ეღირება, ხო? არა, პატარა სპინინგის კოჭაც ღირს. არის 700 ლარი. ეს კოჭებიც დაახლოებით 350 ლარიდან 600 ლარამდე ადის საკარპე კოჭები. ეხა მინდა რაღაც ეს არის მაგალითად შიმანოს 14000-იანი ზომის კოჭა, რომელიც გამოიყენება დასაკვებად. ანუ ვისვრით ამით რაკეტას. გასაგები. და რა სხვაობაა ეხა ჩვეულებრივ შორის? ამოხვევა აქვს უფრო მეტი. ანუ ის პომბის რაკეტას რო ვისვრით, მალე ამოახვიოთ და მალე გამოიტანოს. გასაგები. ანუ ბრუნი აქვს მეტი და მეც ახევს. ეს კოჭა მაინტერესებს ძალიან. აი ეს 5500-იანი. ეს შიმანოს 5500-იანი და მაგის ტრიალის გადაღება მინდა. ვიცი რომ ძალიან მაგრა მუშაობს. ძალიან მაგარი კოჭაა ეს შეგვიძლია ცოტა მძიმე ფიდერზეც გამოვიყენოთ. რამდენი საკისარი აქვს? საკისარი გვაქვს. ზეპირად არ მახსოვს. 5-6. ბევრი არ ექნება შიმანოს. 4 საკისარი აქვს ამას. 4 აქვს. ამას მოყვება. რეალური 4 აქვს, ის კი არა, ჩინური 8 წერია, 11-იც არა. ეს პლასმასები აქ მეტი ძუა რო არ ჩავახვიოთ. აა ესე
გასაგები. აი ესეთი რაღაცა არის დაახლოებით და ცოტა ზუას ეკონომაიზერებია რა, ზუას შეგვითხელებს. გასაგები. თუ არ გჭირდება, დამატებითი მაქო მოყვება. ანალოგიური. ეს კოჭაღის 500 ლარი. აუ მაგარი კოჭა. ერთხელ იყიდი და გექნება და გექნება. ძალიან მაგარი კოჭა. აურას მუშაობს შენგენიც. მადლობა შიმანს. აქეთ დაივას კოჭებია, ასევე საკარპე. დაივას. საკარპე დაივა. 45 მმ-იანი მაქოთი. აი რომ მივხვდეთ მაქორა, ეს არის მაქო გადაგდების მაქო. შპულია. ნახეთ სიღმე არა აქვს. ძლიერი და დიდი. კონუსურია, რომ შორს ვისროლ. კონუსურია, რომ გეხმარება გადაგდება. ფრიქციონი ნახეთ. რა სწრაფი აქვს. აბა. რომ დიდხანს არ დაგჭირდეს. სწრაფ ფრიქციონი. ამის ტრიალი იდეალურია. აქ უკვე ბევრი კითხულობს, რომ შიმანო ჯობია თუ დაივა. ორივე არის საუკეთესო ხარისხის Mercedes და BMW-ა. ორივე ბრენდის სიყვარული წვეც აქ ბევრ ამის. ზოგ შიმანო მოწონს, ზოგს დაივა მოწონს. კი ბატონო. გადასარევი ბრენდია და გადასარევი კოჭა არის. ეს კონკრეტული ღირს მაგალითად 600 ლარი, ამასაც დამატებითი მაქო მოყვება. მაგრამ შეგვიძლია შედარებით ბიუჯეტური კოჭაც შეიძინოთ ჩემთან. 219 ლარი ღირს ეს ბრიტანული ბრენდი Audi-ის კოჭა. იდეალური ხარისხია. ესეც დაივა, ხო? ეს დაივა, კი. ესეც დაივა. ესეც დაივა საფიდერე სასპინინგე კოჭები. ეს სასპინინგია, შიმანო? ეს შიმანო სასპინინგია, კი. ეს ფიდერზე თუ სპინინგზე? ეს შიმანოს საფიდერე კოჭები. საფიდერე კოჭა. 4000-იანი და 500-ზე ეკონომაიზერები უყენია. არა აქვს სიღმე დიდი და შვენიერი გადასაგდებია. აქეთ სასპინინგე საფიდერე კოჭებია მან. დაივა? დაივა, კი. ამის ფასები როგორ იწყება? 165 ლარიდან ზევით. ვისაც გაინტერესებთ და მოგწონთ ძალიან ძლიერი კოჭებია, ხარისხით. აქეთეთი ფოქსები? კი, ფოქსის კროქსები. კროქსები. ტანსაცმელიც გვაქვს. დიდი არჩევანი ახლა ტანსაცმელში არ გვაქვს, შემდეგი თვიდან გვექნება. მაგრამ ძალიან კომფორტულებია და ძალიან პოპულარულია ეს კროქსი. 60 ლარი ღირს, აი ეს კონკრეტული. პირადად ხმარობ და უწევ რეკომენდაციას. სათევზაოდ გამოიყენებ თუ ამაზე კარგი ფეხსაცმელით სათევზაო არ არსებობს. წყალი შედის, გადის. ფეხსაც გაიგრილებ სიცხეში. ფეხსაც გაიგრილებ. აი ჯოხები, კარპის ჯოხები. დავიწყოთ კარპის ჯოხები. მე ზოგადად ჩემი გამოცდილებით და ჩემი შეხედულებით კარპის ჯოხი არის ეს. ორ ნაწილიანი და პატივცემ ორ ნაწილიან ჯოხს. არანაირ 3 სექციას და არანაირ 4 სექციას. 165 სანტიმეტრია თითო. რო იცოდეთ სიგრძეში. არის კარპის ჯოხები 3 და 6-იანები და 3 და 9-იანები. ფასები იწყება 235 ლარიდან 9200 ლარამდეც კი. მაქვს შიმანოს და ფოქსის ჯოხები. არის ასევე ტელესკოპური ჯოხები. თქვენ ძალიან მაღალ ხარისხს ესაუბრებთ. შეგიძლიათ ამ ჯოხებით, კარგი კოჭით, კარგი ძუით და თუ ძალაც გაქვთ და ტექნიკა გაქვთ, დაახლოებით 170-180 მეტრზე ისროლოთ სატყუარი. გასაგები. არის ტელესკოპურებიც. ეგრეთ წოდებული ვისაც ადგილის პრობლემა აქვს, მანქანაში პირდაპირ აწყობილი ექნებათ ეს ჯოხები. ცოტა ხანი რო დავაპაუზოთ შეიძლება? დავაპაუზოთ. დიახ ბატონო. ესენი უკვე ფიდერ არმები არის. როგორც? ფიდერის კამზე მაგრდება, მრგვალი ფეხი,
რომელიც კამსაც აქვს და მაგ კამსაც განახებთ, როცა შიგნით გადავინაცვლით. რომელზეა საუბარი? აი ეს ყველა არის დამატებითი აქსესუარები. ჯოხის ჩამოსადები, ბადის ჩამოსადები, ამოსაყვანი ბადის. კი ბატონო. ვისაც გინდათ, ვისაც ქვივერები გაუტყდება, თუ გვეცოდინება მაგალითად არის 3 მმ-იანის ქვივერის ზომა, დიამეტრი, შეუძლია მოგზავნდეს იყიდეს. ეს ქვივერები რა ფასიანი? ქვივერების ფასი იწყება 45 ლარიდან 100 ლარამდე. ეს არის თევზის ამოსაყვანი ბადეები, ცალკე თავები. დიდი ზომა. თევზის შესანახები, ეს ალბათ გინახიათ კობრს ბაწარს რო გამოაბავენ ხოლმე. კი ბატონო. და ისე რო ინახავენ დაჭერილი კობრებს. ეს არის სპეციალური თევზის კობრის შესანახი, ამურის შესანახი, რომელშიც შეგვიძლია რამოდენიმე თევზით ჩავდოთ. ამაში ჩადებენ, მოათავსებენ თევზს და ესეთი დამატებითი თოკი მოყვება და ნაპირზე ვამაგრებთ ერთი წამით. დაიწყე მაქედან და ეს სკამები და ყველაფერი აღწევ. ტანსაცმელში ხა ზომების ადგილის სიმწირის გამო ვერ შემოგვაქვს ტანსაცმელი, იმიტომ რომ ესი უნდა შემოვიტანო ემი, ელი, დიდი ზომა და არჩევანი უნდა მქონდეს და ვერ ვატევ. ჯერჯერობით და დიდი არჩევანი არ მაქვს. შემდეგი თვიდან მექნება ბევრი საინტერესო 25 კა. ფასი რა აქვს? 450 ლარების ეს. 450 ლარი. მაგის შარვალიცაა, ხო? კი, შარვალიც არის. ესეთი. ესეც შესაბამისად 450 ლარის. ეს არის ძალიან ხარისხიანი წყალგაუმტარი მასალა. კი ბატონო. ჩოგანბადეებზე ვისაუბრეთ? არა, ეხლა უნდა ვთქვა ჩოგანბადეები. დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ძალიან დიდი თევზის გამოსაყვანია და ძალიან მაგარი. ამის ცოდნა უნდა ამის ხმარებას. ესე ამოწევა არ შეიძლება. მე თევზზე უნდა მოიყვანოს აქამდე, შემდეგ უნდა შევაცუროთ თევზი. ესე გამოვიყვანოთ. ბევრი უცოდინარი ვინც არ იცის, ეს ეწევს და ტეხავს. ეს ბიუჯეტური დაივოს ჩოგანბადეა და 150 ლარი ღირს. ბიუჯეტურში ძალიან კარგი ზომაა. და ძალიან მაგარი ხარისხია. პირადად მე მაქვს და მე თვითონ ხმარობ. Fox-ის X3S ეს ჩოგანბადე 430 ლარი ღირს. კი ბატონო. 2 სიტყვა ამ ჩანთების ჩასალაგებლებზე. კარპის ჯოხების ჩანთებია ესენი, როგორც შეგვიძლია ცალად ჩავდოთ, შეგვიძლიათ 4 ჯოხი ჩავდოთ ამ ჩანთაში კოჭებთან ერთად. ეს როტპოდებია. 4-იანი და 3-იანი. კი ბატონო. თევზის შესანახი ბადეები, რომელსაც საინტერესო ბადეებია მინდა გითხრათ. ფიდერისტ მოთევზავეები გამოიყენებენ და ტივტივაზე ვინც თევზაობს. კი ბატონო. ეს სკამები. ძალიან მაღალი ხარისხის ინგლისური სკამები. ამ სკამში რო ჩაჯდები, ადგომა არ მოგინდება. მართლა მაგარი სკამები. ისეთი ძალიან მაგარი სკამებია. ეს სკამები რა ფასიანებია? ეს კონკრეტული რე 700 ლარი. აი ესენი 300 ლარიდან ზევით. ჩანთები. შვენიერი ჩანთები. ევა მასალა ძალიან მარტივად ირეცხება და მსუბუქია. ასევე ლიტრაჟობის მიხედვით არის ეს ჩანთებიც მყარძირიანი თერმოჩანთები. სამზარეულოს ნაკრები, 2 კაცისთვის თეფშები შედის, ჭიქები შედის, ეს ბუნება ვისაც უყვარს ყველას გამოადგება. ესეთი საინტერესო ნივთიც მინდა გაჩვენოთ. არ ამგონია გქონდეთ ნანახი ეს. ბოილები რომ გაჩვენეთ. დიახ. წერან. ტურნირების დროს საღამოს დაკვება არ შეიძლება ხოლმე ჯოხით. ამით ნებადართულია, ამით და შურდულით. და ამით ბოილს ჩადებენ აქედან. ნაპირიდან ისრიან. ნაპირიდან ისრიან, კი. ეგ თევზაობის დროსაც შეგიძლია თევზაობის დროსაც შეგიძლია, კი. ამას უბრალო მოყვარული მეთევზეები არ იყენებენ, ძირითადად სპორტში. სუკარბონია და ძალიან მსუბუქია. კი ბატონო. აქსესუარები, კარადები, სათევზაო კარადა, მაგიდა,
გადანაწილება TBC საქართველოს. კი. ანუ თანამშრომლობთ გამოდებითაც ორივე ბანკთან. ლოგინი 100 ლოგინის 450 ლარი ის. ძალიან ხარისხია. ფიდერის კამი, იქ რო ტყოდები. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ფიდერის კამი. ერთ-ერთი საუკეთესო, როგორც ახსენით თქვენ, ფიდერის კამი. ეს საუკეთესოთა შორის საუკეთესოა. ესეც აქსესუარების შესანახი ყუთები. წვრილმანების. კი ბატონო. ესეც კარავია, რომელსაც ვერ ხსნი. ადგილის სიმცირის კამი. ინგლისურია ეს კარავი. ყველაფერი არის ბრიტანული ბრენდი. ცალკე საძილე სისტემა. ბალიშები. აი ბალიშებს თქვა 2-3 სიტყვა. თან საინტერესო ბალიშია. ზაფხულისთვის აქ გრილი მხარე, ზამთრისთვის აქ თბილი მხარე. ეს ტრიალდება გარე ისისა. ფასი აქვს 70-80 ლარი ზუსტად არ მახსოვს. ვისაც ზამთარში ფეხზე შესწივდება თერმობოტები, მატრიქსის, თერმოქეჩა აქ. სათევზაოდ არის შექმნილი, თუმცა ბევრ მონადირესაც მიაქვს ხოლმე. ძალიან მსუბუქია და ძალიან მაგარი ხარისხია. აი ტელეფონზე მსუბუქია დამიჯერეთ. 200 ლარი ღირს ეს. სათევზაო პატარა ჩანთები, სიმძიმეებისთვის, მაქოებისთვის, წვრილმანებისთვის, ჩაიდნები, სამზარეულო აქსესუარები. კი, ყუთები, სიგნალიზატორები, როგორც 3+1, 4+1, რაციაც შედის ამაში. საუკეთესოთა შორის საუკეთესოა ეს სიგნალიზატორი. ძალიან ხარისხია. ამაზე კარგი სიგნალიზატორები არ არსებობს. მოკლედ საუკეთესო ბრენდები მაქვს, რომელსაც მთელი ევროპა იყენებს და ცნობილი არის თელს არა მარტო ევროპაში, არამედ მთლიან მსოფლიოში. 2-3 სიტყვა თქვათ იმ საკვების შესახებ, ეხლა რო გინდოდა. კი ბატონო, ვეფხვის თხილზე მინდოდა ვინც აქ კლიენტი რომ მოდის ვეფხვის თხილს რო ვაცნობ ინფორმაციას, ეს არის ვეფხვის თხილი, იგივე Tiger Nuts. ვინც კობრზე თევზაობს და ამურზე. ამ პროდუქტთან, ამ თხილთან უნდა იზმაკაცოს. კარგი მიქსი გამოდის სიმინდთან და ბოილებთან ერთად შერევის დროს. კი ბატონო. წყალში ვდებთ, ჯერ ვრეცხავთ, ვცდილობთ 48 საათი წყალში შევინახოთ, ეს მასაში მოიმატებს. წვრილი თევზი ვერ ჭამს, არ ფუჭდება და ძალიან უყვარს კობრს და ამურს. კილო ღირს ჩემთან 20 ლარი და არის ლარჯი ზომა. დიდი მადლობა. დიდი ზომა, რომელიც დასაკვებად შეგვიძლია გამოვიყენოთ და ასევე სატყუარად. და სატყუარად ამასთან მუშაობს ძალიან მაგრად. ეს და მერე ეს სიმინდი ზემოდან ოდნავ წამოწევს და ძალიან მოწონს კობრს. შვენიერი ინფორმაციაა, ვისაც გიყვართ თევზაობა და აწიაპირებთ კიდევ თევზაობას. დიდი მადლობა ჩემო ბატონო. თქვენს დიდი მადლობა. მადლობა ჩემი მაყურებლის სახელით. უიარაღო მიესალმება კიდევ ერთხელ თქვენ მაღაზიას და თქვენ ინიციატივას. შვენიერი ვიდეო გამოვიდა, ინფორმაციული და მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი დღისთვის. ერთს დავამატებ, გამოიწერეთ ამ ადამიანის გვერდი, დაუდგეთ გვერდში, დაულაიქეთ, დავაკომენტაროთ და კარგ საქმეს აკეთებს და კარგი ინფორმაციას გვაწვდის. წარმატებები ყველას. მადლობა.